მიერის სიყვარულით მეგობრებო მოყვასო მშვიდობა გქონდეთ სახლში, ოჯახში, სამშობლოში, სოფელში, ქალაქში, სახელმწიფოში. გაუმარჯოს ქართულ სახელმწიფოს, ქართველ ერს, სუვერენელს, თავისუფალს. ყველაფერი იქნება კარგად, ოღონდ ჩვენი შვილები გამრავლდნენ, განათლდნენ და გაბევრდნენ და არაფერია დაკარგული მე ღრმად მწამს, არც ცხინვალი, არც სოხუმი და არც ის მიწები, ტერიტორიები, რომელსაც ყველა ქართველი ეროვნული კაცი გულის სიღრმეში ატარებს ისტორიულ ქართულ რუკას, ისტორიული ქართულ მიწებზე მოგონებებს. დღეს მინდა გესაუბროთ სამ ძალიან დიდ ადამიანზე. მე ვფიქრობ, რომ ძალიან დიდი ადამიანები არიან, ჩვენი დროის გმირები არიან, სახელოვანებიც არიან, ცხადია, მაგრამ რაღაც დონეზე უფრო მეტმა და მეტმა ადამიანმა უნდა იცოდეს ამ ადამიანების 8 წლის შემოქმედება და ნიჭი, ძალიან დიდი ნიჭი, რომ ესეთი რამე შეუძლიათ. საუბარი იქიდან დავიწყოთ, რომ მოგახსენებათ დედა ეკლესია, ქართული 60 ქულუ ეკლესია პირველ საუკუნეშივეა დაფუძნებული მაცხოვრის 6 მოწაფის მიერ და იმის მერე შეიძლება ითქვას ქრისტიანობა არის უწყვეტად საქართველოში და ეს ღვთისწყალობაა და სხვადასხვა ეპოქაში, სხვადასხვა პერიოდში და ასე შემდეგ მოგეხსენებათ რა ბრძოლები ქონდა. გნებავთ პიროვნულ დონეზე ნებისმიერ მორწმუნეს თუ სასულიერო პირს და გნებავთ თვითონ დედა ეკლესიას როგორც ინსტიტუციას და როგორც იურისდიქციას, ასე ვთქვათ. და ერთ-ერთი უმძიმესი პერიოდი და ცოცხალი ადამიანები არსებობენ ამისი მნახველები და ამისი შემსწრენი იყო 1950-იანი წლების მეორე ნახევარი. იყო ერთი ძალიან დაბალი დონე, მახინჯი, შეიძლება ითქვას ვიზუალურადაც, აზროვნებითაც, სიტყვითაც ნიკიტა ხრუშოვი, იგი გამოვიდა 1950-იანი წლების ბოლოს ტელევიზიით, მაშინ ყველა უყურებდა ტელევიზიას, გაცილებით მეტნი ვიდრე დღეს უყურებენ. და სახალხოთ მთელი სსრკ-ს გასაგონად თქვა, რომ მე თქვენო განახებთო ბოლო მღვდელსო. აი საბჭოთა კავშირში რომ ბოლო მღვდელი იქნებაო, იმას განახებთო და მეორე დღეს ისიც აღარ იქნებაო, წარმოიდგინეთ და აი ესეთი ბრძოლა ქონდა გამოცხადებული და მეტადრე ქართულ ეკლესიას წარმოიდგინეთ, ის განსაკუთრებული ბრძოლა დედა ეკლესიას, ქართულ 60 ქულუ ეკლესიას ქონდა და ეს ადამიანი რამდენჯერაც დათვრებოდა, ერთხელ თბილისში დათვრა სამარცხვინოდ და საქვეყნოდ ეს კაცი დიდ ნადიმზე ფოტორეპორტიორებისა და ჟურნალისტებისა და თანამეინახეების თვალწინ და რამდენჯერაც დათვრებოდა მოსკოვში, წარმოიდგინეთ, არა მარტო დედა ეკლესიას ემტერებოდა, არამედ ემტერებოდა ქართველ ერს და ესე ფრინავი ფრაზაც მიუღებელი ფრინავი ფრაზაც იყო ხოლმე მახსოვს ჩემ ბავშვობაში, რომ ამბობდნენ, რომ დარეკავდა თურმე თბილისში პირველ პირთან, მეორე პირთან და ვაგონი ვამპადამ, ანუ გადაგასახლებთო რა, ქართველერსო, გადაგასახლებთო, ალბათ მიუძღოდა მას წვლილი გადასახლებებში სხვადასხვა ერებისა, აყრები და დაწიოკებები ერებისა, ხო და გადაგვარჩინა ორმა სხვათა შორის ძალიან დიდმა ადამიანმა, ეროვნულმა ადამიანმა, ვასილ მჟავანაძემ და ალექსი ინავურმა. ეს პირველი და მეორე პირი იყო, შეიძლება ითქვას, თანამდებობრივადაც და იერარქიულადაც საქართველოში და მათ გადაგვარჩინეს, შეიძლება ითქვას, აი ამ შეიძლება ითქვას ერის განახევრებას, გადასახლებას, რეპრესიებს და ასე შემდეგ. და მაინც ახლა დედა ეკლესიის წინააღმდეგ რა ბრძოლები იყო, უკვე მოგახსენეთ და მე მინდა აი ერთი დოკუმენტი, ძალიან მარტივი, ლოგიკური დოკუმენტი მოგიტანოთ. თქვენ შეგიძლიათ უამრავგან შეიძინოთ წიგნი, მოგეხსენებათ, რომ დედა ეკლესია ყოველთვის გამოსცემს როგორც წესი საქართველოს ეკლესიის კალენდარს. და აი ჩვენ ახლა ხელთ გვიპყრია 1967 წელს გამოშვებული კალენდარი
და იქ არის ყველაფერი ასახული რა მდგომარეობა არის 1900 ეხლა გაცილებით უფრო ცუდი იყო მეთქი მოგახსენეთ 50-იანების ბოლოს და 60-იანების შუა წლებშიც რა მდგომარეობა წარმოდგენა შეგექმნებათ ამ დროს არის ძალიან დიდი ადამიანი პატრიარქი აი ამ წიგნის გამოცემისას ეფრემ მეორე მჭერმეტყველი მოაზროვნე ეროვნული ქრისტიანი მიტროპოლიტი ანანია იტყვის ხოლმე რომ მე ვესწრებოდიო მის ქადაგებებსო მის წირვებსო და მოხიბლული ვიყავიო ამ ადამიანის მჭერმეტყველობით საუბრით სიტყვებით პასუხით ცოდნით და ასე შემდეგ და ეს ადამიანი წარმოიდგინე ახლა თქვენ ნებისმიერი ესეთი წლის გამოცემა ძალიან მარტივად შეგიძლიათ ბუკინისტებში მოძებნოთ ხოლმე და შეგექმნებათ დაბეჭდილება და თან უამრავი იქ არა მარტო საეკლესიო კალენდარია, არამედ სტატიებია, გადმოცემებია და ასე შემდეგ და აი განვიხილოთ ეს ერთი პატარა კალენდარი მოგეხსენებათ რა ღვთისწყალობაა დღეს და რამდენი წიგნი გამოიცემა საპატრიარქოს ეგიდით და უწმინდესის კურთხევით და ასე შემდეგ და ეს იყო ერთადერთი წიგნი, ერთადერთი გამოცემა იმ წლებში და მეტი არ გამოიცემოდა და ესეც ტანჯვით, წამებით, როგორი წინააღმდეგობებით და ასე შემდეგ და ეხლა მოგეხსენებათ იმ დროის წიგნებს რო აიღებთ ხელში გნებავთ ლიტერატურა იყო ეს, გნებავთ სამეცნიერო ლიტერატურა იყო ეს და გნებავთ რაღაცა ცნობარი, რა დონის პოლიგრაფიაა, ხო იცით ხოლმე და ხო ნახულობთ და შესაბამისად ეს არის აი შეიძლება ითქვას გაზეთის ფურცელზე დაწერილი არის აქ ნახსენები რომ გამომცემელი, ანუ პასუხისგებელი გამოცემისათვის, გამოშვებისათვის არის კათოლიკოს პატრიარქი ეფრემ მეორე. ტირაჟი არის 2000 ეგზემპლარი და მედქალაქის სტამბა. ალბათ იყო აი როგორც მაგალითად აკადემქალაქი არსებობს, მედქალაქი კი არ ვიცი სად იყო. ალბათ სადღაც დიღომში იყო, სადაც ავადმყოფოებია და იქ იყო რაღაც ადგილობრივი სტამბა და იქ აი ალბათ ტანჯვით არის გამოცემული ესეთი დაბალი პოლიგრაფიის, მაგრამ მაინც ესეთი გამოცემაა და ნახეთ ახლა რა ხდება მოგეხსენებათ მაშინ აქ არის ჩამოთვლილი სახელმწიფო დღესასწაულებით და საეკლესიო დღესასწაულებით და ნახსენებია ახლა ყველაზე კარგად ეფრემ მეორე მიცოდა, დედა ეკლესია მიცოდა, რა საშუალებებით მიეღწია ამ წიგნის გამოცემის და იქ ნახსენებია რამდენიმე ღვთის მგმობის, მათ შორის ლენინის დაბადების დღე და ასე ეგეთი დღესასწაულები და აი ესეთი რაღაცა არის საყურადღებო უმნიშვნელოვანესი დეტალია საქართველოს ეკლესიის ეპარქიათა მღვდელმთავრები არის აქ ჩამოთვლილი და მე ახლა მინდა რომ ჩამოგითვალოთ ყველა რა იმ პერიოდისათვის ყოფილა 15 ეპარქია საქართველოში 15 ეპარქია და პირველი მცხეთა თბილისის ეპარქია სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი ეფრემ მეორე და მეორე წილკნის ეპარქია თავისუფალია ანუ ვაკანტურია ანუ არ არის მეუფე მანგლისის ეპარქია დროებით მიტროპოლიტი დავითი ანუ დროებით არის აქ ესოდენ ძველ ტრადიციულ ისტორიულ კათედრაზე მანგლისში დროებით მიტროპოლიტი დავითი ალავერდის ეპარქია თავისუფალია ბოდბის ეპარქია თავისუფალია ურბნისის ეპარქია ურბნელი მიტროპოლიტი დავითი ესე იგი მიტროპოლიტი დავით დევდარიანი ურბნისშიც არის და დროებით მანგლისშიც არის აწყურის ეპარქია თავისუფალია აგარაკ-წალკის ეპარქია თავისუფალია ესეც ერთ-ერთი უძველესი ეპარქია მოგეხსენებათ აგარაკი არის ახტალა რომელიც არის ლორეში გრანდიოზული აი სამთავისისა და ქაშუეთის მსგავსი ანუ ქაშუეთია მათი მსგავსი ესეთი დიდებული ტაძარია აუცილებლად მოილოცეთ სახელმწიფო საზღვრიდან 15 წუთის გზაზეა სახელმწიფო საზღვრიდან სადაც პირადობის მოწმობით გადახვალთ არგვეთის ეპარქია აქაც დროებით მიტროპოლიტი დავითი ქუთაის გაენათის ეპარქია ქუთათელ გაენათელი მიტროპოლიტი ნაუმი შავიანიძე ცაგერის ეპარქია თავისუფალია ნიკორწმინდის ეპარქია თავისუფალია ჭყონდიდის ეპარქია უძველესი მოგეხსენებათ რა დატვირთვაც აქ ამ ეკლესიას კათოლიკოს პატრიარქი ესე კათოლიკოს პატრიარქი მცხეთაშიც არის ჭყონდიდშიც არის ბათუმ შემოქმედის ეპარქია კათოლიკოს პატრიარქი ანუ ბათუმშიც ბრძანდება ცხუმაფხაზეთის ეპარქია
ცხუმ-აფხაზეთის ეპარქია, აფხაზეთის ეპისკოპოსი რომანოზი. მოგეხსენე და ამ დროს მე კათოლიკოს პატრიარქის ქორეპისკოპოსის შემოქმედელი ეპისკოპოსი ილია შიოლაშვილი არის ქორეპისკოპოსი ეფრემ მეორესი. ესე იგი, სულ 5 მეუფე ყავს საქართველოში 1960-იანი წლების შუაში და როგორც შეიძლება ითქვას ცოცხალი მემატიანე იტყვის ხოლმე გნებავთ მიტროპოლიტი ანანია ჯაფარიძე, გნებავთ დეკანოზი ელიზბარი. დეკანოზი ელიზბარი ამბობს, რომ იგი იყო 51 მღვდელი. 1991 წელს იქნა ხელდასმული მღვდლად. და 51 მღვდელი იყო საქართველოში, ესე იგი პატრიარქი უკვე 3 წლის მობრძანებულია, წარმოიდგინეთ რაღაც დონეზე გაცილებით გამოსწორებულია მდგომარეობა, ეხლა რაზეა საუბარი, ეხლა ლეონიდ ილიასზე ბრეჟნევი როგორც პიროვნება, როგორც ჰუმანისტი და ასე შემდეგ 1000-ჯერ ჯობდა ხრუშოვს 2000 არ არსებობს და ძალიან ბევრი მხრივ უკეთესი და უკეთესი ეპოქა დადგა. ამისი არაღიარება არ შეიძლება, როგორც შეიძლება ამისი არ დანახვა. შესაბამისად, აი ესეთი მდგომარეობა არის 1960-იანი წლების შუაში და ესე საკიდერცაოც რაღაცას მოგიყვებით პირადი ცხოვრებიდან და გადმოცემიდან, რომ დაავადებულ ვარ 70 წელს მე და სასწრაფოდ შევიქმენი მოსანათლი 70 წლის გაზაფხულზე და ჩვენ მაშინ ქალაქ გორში და სოფელ ატენში ვცხოვრობდით და იქ მუშაობდა მამა, იქიდან ვართ ჩვენ წარმოშობით. თორე მანამდე ვიტყვი, რომ მამა ჩემი დედა უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ თბილისში ცხოვრობდა, თბილისში მუშაობდა და სამსახურეობრივად იყო ჩასული გორში და შესაბამისად გორში, კასპში, ქარელში, ხაშურში, ცხინვალში აი ეს შიდა ქართლი ჩამოგითვალეთ, ხო? ხდებით რა რეგიონი ჩამოგითვალეთ, არც ერთი მღვდელი არ იყო და არც ერთი მოქმედი ეკლესია არ იყო. ხანდახან გავიგებ ხოლმე, რომ ერთი უტაძრო უეკლესიო მღვდელი იყო ხოლმე ხაშურში, რომელიც ოჯახებში დადიოდა და მაგალითისათვის წესი იყო, ასაგები ადამიანი იყო, მოსანათლი და ასე შემდეგ და აი არჩევანი იყო და ჩამომიყვანეს მოსანათლად მცხეთაში. წარმოიდგინეთ რა მდგომარეობაა და რა სფერო ხდება ჩვენს უწმინდეს 1978 წელს არის უკვე საპატრიარქო ტახტზე. მე მინდა იმ ეპოქიდან რო ახსოვთ ყველაფერი ვისაუბრო ჯერ პირველ რიგში მიტროპოლიტ ანანია ჯაფარიძეზე. ეს არის დღეს იგი არის მანგლისის და თეთრი წყაროს ეპარქიის მიტროპოლიტი. მე აი წამოვიღე ერთ-ერთი ბროშურა, სადაც მისი ბიბლიოგრაფია ჩამოთვლილი და 100 წიგნის ავტორია, არის ესეთი საიტი meuphe.anania.info და უმორჩილესად გთხოვთ. აი უმორჩილესად როგორც უამრავ საიტს ათვალიერებთ, როგორც სხვადასხვა მარტო სათაურები წაიკითხეთ და მარტო აი წიგნის გარეკანებია იქა გამოტანილი ფოტოები და მარტო სათაურები წაიკითხეთ იმ წიგნებისა, რომელიც მან დაწერა და რომელიც ატვირთულია ამ საიტზე და იქვე არის სტატიები, რომელსაც ზოგი მაგალითისათვის იმხელა სტატიებია, რომ ზოგი წიგნს ეძახის. მეც წიგნს ვეძახი რა, მაგალითისათვის აი შემიძლია ესეთ ბროშურას წიგნი დავარქვა ხოლმე, ხო და ამ შემთხვევაში უკვე 300 და 400 და 500 წიგნის ავტორი გამოდის მიტროპოლიტი ანანია ჯაფარიძე, 400 სტატიისა და ზოგი 20 გვერდიანი სტატიაა, ახლა მართლაც წიგნს გავს. და 100 წიგნის ავტორია. სანამ ახლა მის საისტორიო შემოქმედებაზე ვისაუბრებდე, მოვყვები იმას, რომ თავისი მეუფეობის პირველ ეტაპზე იგი რაღაც მცირე ხანი იყო ნიკორწმინდის ეპისკოპოსი და შემდგომ
ერთ-ერთ ურთულეს ფრონტზე, ერთ-ერთ ურთულეს რეგიონში წავიდა იგი ეპისკოპოსად, გააგზავნა იგი უწმინდესმა ეპისკოპოსად, ეს იყო მაშინ ბორჯომისა და ახალციხის ეპარქია, რომელიც ახლა დღეს წარმოიდგინეთ რა რეგიონია, რა მხარეა და შეხვდა უდიდეს წინააღმდეგობას, რამე თუ იქ არსებული უამრავი ეკლესია იყო ზოგი დაკეტილი, სახელმწიფოს მიერ, სხვადასხვა კონფესიის წარმომადგენლების მიერ, სხვათა შორის სხვა კონფესიები გაცილებით უფრო აქტიურობდნენ, გაცილებით უფრო თავისუფალნი იყვნენ, ვიდრე მართლმადიდებლები, დედა ეკლესიის შვილები და მიტაცებული ქონდა, ეხლა ხვდებით რა რეგიონია, სხვადასხვა კონფესიებს იქ და იყო უდიდესი ბრძოლა, რომ აი გამოსტაცა უამრავი ეკლესია, გამოსტაცა მაგალითად 2-3-4 სხვადასხვა კონფესიას იქა. ხვდებით რომელი კონფესიებიც იქნებოდნენ და ქართული წირვები ჩაატარა, დააფუძნა იქ სემინარია და ესეთი აღმავლობა დაიწყო, სწორედ 80-იან წლებზეა საუბარი და ამ მისი ერთ-ერთი რეზიდენცია იყო ბორჯომში და რას იხსენებს იცით რომ მოგეხსენებათ 80-იანი წლების ბოლოს რა წინააღმდეგობები გაჩნდა 91 წელს და ასე შემდეგ რომ იქ ბორჯომის რეგიონში ცხოვრობენ და ცხოვრობდნენ გაცილებით მეტი ეგრეთ წოდებული ოსები, აი მე დაგარწმუნებთ, მე გთხოვთ რომ დამიჯეროთ და მეუფეს წიგნი დაგარწმუნებთ დენაციონალიზაციაზე რო აქ დაწერილი, დაგარწმუნებთ რომ ძალიან დიდი ნაწილი, უმეტესი ნაწილი, მე ვიტყოდი 70%, 80% ეგრეთ წოდებული ოსებისა, ოსურგვარიანებისა, ვინც ცხოვრობდნენ მაგალითისათვის ბორჯომში, ბაკურიანში, ხაშურში, ქარელში, გორში, კასპში და ასე შემდეგ, ცხინვალში, ყორნიში იყვნენ სრული ქართველები, ძირძველი ქართველები, 10 საუკუნის ქართველები. და მოხდა მათი დენაციონალიზაცია და ოსებად დაწერა. ხშირ შემთხვევაში საბჭოთა ეპოქაში, ხშირ შემთხვევაში რუსეთის იმპერიის ეპოქაში და რომ დაიწყო ამ ადამიანების დევნა, იქ უწმინდესმა ციცოდა ეს საკითხი და მეუფიანანიამ გამოაქვეყნა 2-3 სტატია აი სოფლის ცხოვრებაში იყო ესეთი გაზეთი, ქალაქ ბორჯომში რო გაზეთი გამოდიოდა, მგონი ბორჯომი ერქვა იმ გაზეთში, ცენტრალურ პრესაშიც გამოაქვეყნა რამდენიმე სტატია, სადაც საუბრობდა ამ ადამიანების ქართველობაზე, ამ ადამიანების ძირძველობაზე, ამ ადამიანების აქ ყოფნის ფასეულობაზე და აი ასე შემდეგ და ერთ დღესაც მეუფეანანი ამბობს რომ აი კარებზე კაკუნიაო ბორჯომში ცხოვრობდიო, მეორე სართულზე ცხოვრობდიო და ეს კიბეები იყო მაღალიო ჩემი კარებიდან პირველ სართულამდეო და ვაღებო კარებსო და რა ხდებაო რომ აქ ძალიან დიდი ჯგუფი, ალბათ 150 კაციანი ჯგუფი მოქალაქეებისა, დიდები, პატარები, ქალები, კაცები, მოხუცები დგანან და მათ ეთყობა ჩათვალესო, ესენი იყვნენ ეგრეთ წოდებული ოსები, კიდე ერთხელ ვიმეორებ, რომელთაც დაემუქრათ სხვადასხვა ჯგუფები, თავზე ხელაღებული ჯგუფები, აი ახლაც ვიტყვი და მე შემიძლია საჭიროების შემთხვევაში მათ ვფიცავარ პირშიც მაგ ნათქვამი ძალიან ბევრი ადამიანისათვის გორის რაიონში, რომ ეს რა ჩაიდინე და ასე შემდეგ ძალიან ბევრისთვის მაგ ნათქვამი და ეს ადამიანები დევნიდნენ, ყრიდნენ ამ ადამიანებს და მოვიდნენ მეუფიანანიასთან და ეუბნეოდნენ, რომ აი ჩვენ სხვა ენა არ ვიცით. სხვა სამშობლო არ აქვს, სხვა სახე ვერ წარმოგვიდგენია, სხვაგან ცხოვრება. მეუფიანანია ამბობს ხოლმე, რომ ერთი 13 წლის გოგონა იყო რა, არ დამავიწყდება ისეთი პოეტური გოგო, იდეალური სიტყვის, პასუხის დადებითი. შტაბეჭდილება დღემდე რჩება, მრავალი წელი რჩება ადამიანის მოგონებაში და ეს გოგონა ეუბნეოდა მეუფიანანიას, რომ აი მე სხვა სამშობლოში, სხვა ქვეყანაში, სხვა მიწაზე სხვა სკოლაში ვერ წარმომიდგენია 14-15 წლის გოგონა და
მათ ეგონათ რომ რაღაცა ძალაუფლება, რაღაცა საშუალება, რაღაცა დახმარება შეეძლო გაეწია მეუფე ანანიას ამ ადამიანებისთვის და მოადგეს დიდი რაზმი. ცხადია ახლა მეუფე ანანიას რაც შეეძლო რომ ვინმესთვის ხმა მიეწვინა, მაგრამ როგორ განვითარდა მოვლენები, ეს ყველაფერი ვიცით, ჩვენ ახლა რაღაც დონეზე გადავუხვიეთ ემას, მაგრამ ეს ჩვენ დავკარგეთ უდიდესი შეიძლება ითქვას ნაწილი, ძალიან დიდი ნაწილი რა, აი ამ რეგიონში მცხოვრები ადამიანისგან უპრაკუნოთ ძალიან დიდი შეცდომა დავუშვით რა. რო არ ჩავეხუტეთ, რო არ გადავარჩინეთ, რა თქმა უნდა ძალიან ბევრ ჩვენთაგანს, ვინც ახლა მე მისმენს ამაში არანაირი წვლილი იოტისოდენ არ მიუძღვის, მაგრამ აი ჩვენ რო არ ჩავეხუტეთ ადამიანებს და თითო ოჯახი და თითო პიროვნება რო არ გადავარჩინეთ, რაღაც დონეზე ეს დიდი დანაშაულია. აი ესეთი იმ პერიოდში მე ახლა რეზიუმესავით გავაკეთებ ამ საუბრისას, რომ მეუფე ანანიამ ათობით ოჯახი გადაარჩინა, ზოგი რეზიდენციაში შეიკედლა, ზოგი მაგალითისთვის რაღაცა საშუალებით სხვაგან სთხოვა რომ იქ გადასულიყო დროებით და ასე შემდეგ და იქ შეფარულიყო და ასე შემდეგ და ძალიან ბევრი ადამიანი დარჩა იქა და ჩვენ ეს უდიდესი ნაწილი ღმერთმა ქნას რომ ისინი დაბრუნდნენ, თავიდან დაიწყო ძმობა, მეგობრობა და ასე შემდეგ ნათესაობა და კიდევ ერთხელ მინდა ვთქვა რომ გთხოვთ წაიკითხოთ მიტროპოლიტი ანანია ჯაფარიძის დიდებული ნაშრომი შიდა ქართლთა გაოსება და იქ დენაციონალიზაციაზე კიდე სხვა მიმართულებიც არის მაგალითად შესაბამისად როგორ ხდებოდა ქართველების გამუსულმანება ბესხეთში, სამცხეში, ჯავახეთში და ასე შემდეგ, ქართველთა გასომხება იგივე ქართლში, იგივე კახეთში, გარუსება ხო ჩვენ თვალწინ არის. წარმოვიდგინეთ, ისეთი დიდი ადამიანები, დიდი ქართველები, დიდი მწერლების შვილები, შთამომავლები, საეკლესიო პირების შვილები, შთამომავლები, საზოგადო მოღვაწეები, თავადები ციციანოვ, ბარათოვ, სარაჯევ და ესეთი აი წარმოიდგინეთ რამდენი რუსდებოდა. ჩვენს თვალწინ რამდენი გარუსტა რა. და რამდენმა დღესაც კი არ იცის კარგი ქართული რა. აი თბილისში მცხოვრებმა ადამიანმა რამდენმა დღესაც კი არ იცის კარგი ქართული ძირძველმა ქართველმა. ქართული ენის გარეშე ქართველი რადონის ქართველია თქვენ გადაწყვიტეთ. ვისაც გინდა ეწყინოს რა. აი ვისაც გინდა ეწყინოს რომ ესეთი ფასეულობის გარეშე როგორიც ქართული ენა რაოდენ ქართველია ადამიანი. შესაბამისად აი ეს ძალიან გთხოვთ რომ მე მაინც ახლა უმთავრესი და უმნიშვნელოვანესი არის ძალიან გთხოვთ რომ ადვილად მოძებნადია დღევანდელ ეპოქაში წიგნათაც და ინტერნეტშიც ელექტრონული ვერსია საქართველოს სამოციქულო ეკლესიის ისტორია 4 ტომეული მიტროპოლიტი ანანია ჯაფარიძისა აუცილებლად წასაკითხი. აი ცხოვრებაში უმნიშვნელოვანესი წიგნია რომ ეს იქნას წაკითხვა. აქ თავიდან არის დანახული ყველაფერი. კიდე ერთ რამეს ვიტყვი ახლა მიტროპოლიტ ანანია ჯაფარიძეზე. მე შემიძლია 4 საათი ვისაუბრო ესე დეტალებიდან დაწყებული ზოგადი საუბრებით გაგრძელებული მასზე და უმნიშვნელოვანეს რაღაცას გეტყვით რომ აი მოსულია ახალი მეუფეა შეიძლება ითქვას 80-იანი წლების დასაწყისშია და მაშინაც არის შესაძგენი ეს კალენდარი რა. ვთქვათ აი 83 წელია სიტყვაზე. და რო უნდა შედგეს ეს კალენდარი, ესეთი ადამიანი იყო გვარად ინიციალს ვიტყვი მარტო პ, ბევრი კი მიხვდება. მას შესთავაზა სტატია მიტროპოლიტმა ანანია ჯაფარიძემ, რომ გაკეთებულიყო აი ამ რომ ჩასმულიყო სტატია მოციქულებზე და მათ 8 წლზე საქართველოში და რომ საქართველოს ეკლესია სამოციქულოა. წარმოგიდგენიათ 80-იანი წლების დასაწყისშია და იქ მომუშავე ადამიანი, ანუ აი საპატრიარქოში და საპატრიარქოსთან. მე არ ვამბობ ცუდი კაცია, მაგრამ აი მეუფე ანანიას თვითონ მეუფესგან ვამბობ, ახლა მე ამას სხვისგან კი არ გამიგონია, რომ აქილიკებს რომ აი როგორები არიანო ჩვენი ეპისკოპოსებიო, ჩაუხედავებიო, მგონი სიტყვა უწიგნურიც კი ახსენა, რომ არიციან რომ საქართველოში არ არისო ნამყოფიო, არც ერთი მოციქულიო, მაცხოვრისო და აი რას გვთავაზობსო მაშინ ეპისკოპოსი ანანია ჯაფარიძეო და ეს იყო უდიდესი ბრძოლა მეუფე ანანიამ რო ახსენა სიტყვა სამოციქულო
ადამიანები ვერ მიხვდნენ რაზე იყო საუბარი, 60 კულო ეკლესია. იქ 60 კულო მოგეხსენებათ საკითხავია ეკლესიაში, ხო და შესაბამისად უცებ დაიბნენ და ვერ ხვდებოდნენ როგორი დატვირთვა ქონდა ამ სიტყვას, რა შინაარსი ქონდა ამ სიტყვას 60 კულო ეკლესია. და აი შეიძლება ითქვას, რომ უწმინდესისა და მიტროპოლიტი ანანია ჯაფარიძის აგორებულია ეს თემა. პოპულარიზირებულია ეს თემა, რომ საქართველოში ყველა ადამიანს ცოდნოდა ეს საკითხი, რომ დედა ეკლესია არის 60 კულო და დედა ეკლესია არის აი 20 საუკუნეს ცოტა აკლია რა, ხო? 20 საუკუნეს ცოტა აკლია აქ ეკლესია, ქართული 60 კულო ეკლესია 44 წელს ესე იგი დღეიდან 19 წელიწადში, 20 წელიწადში ჩვენ აღვნიშნავთ ანდრია პირველწოდებული შემოსვლის 2000 წლის თავს. შესაბამისად ეს არის მეუფიანანიას დამსახურება, მისი ძალისხმევით გონიოში დაფუძნდა სიმბოლური საფლავი მატათა მოციქულისა და ასე და აგორდა და დღეს უკვე აი ღვთისწყალობაა, რომ დღესასწაული გვაქვს. წმინდა ანდრია მოციქულის შემოსვლისა საქართველოში და უქმეა ბედნიერი დღეა, საზეიმო დღეა, რამდენ პატარას ქვია ანდრია და ასე შემდეგ და რამდენ უნივერსიტეტი, რამდენი სკოლა და ასე შემდეგ არის ანდრია მოციქულის სახელობისა და სხვადასხვა მოციქულების სახელობისა. მე მინდა კიდევ ერთხელ გთხოვოთ, რომ აი მეუფიანანიას საიტი დაათვალიეროთ, მისი ღვაწლი, მისი შრომა როგორც ისტორიკოსისა, როგორც მწერლისა, როგორც სხვათაშორის როგორც ენათმეცნიერისა და სხვადასხვა მიმართულებით, როგორც თეოლოგისა და ასე შემდეგ. ძალიან გთხოვთ. და მეორე ადამიანი, ვიზედაც მე მინდა ვისაუბრო, ეს არის დეკანოზი ელიზბარი ოდიშვილი. აი როცა 1991 წელს მიტროპოლიტი ანანია ჯაფარიძე ხელდასმულ იქნა ეპისკოპოსად სვეტიცხოველში. იმავე დღეს, იმავე ღონისძიებაზე, იმავე წირვაზე, იმავე დღეს ღვდლად იქნა ხელდასმული დეკანოზი ელიზბარი. ესე იგი 43-44 წლის მღვდელია უკვე დეკანოზი ელიზბარი. და ყველაზე ახლა ჩვენ ხო რიცხვები გვიყვარს ძალიან, რიცხვები, ციფრები და მაგით ვხვდებით განზომილებებს და იქ სამრევლოში ამ 3-4 წლის წინ, 5 წლის წინ დავითვალეთ რამდენიმე ადამიანმა, გამოვთვალეთ და ასე შემდეგ და შევჯერდით ერთ საოცარი დღეზე, რომ 17-18000 ადამიანი მდგარა მისი ოლარის ქვეშ. 17-18000 ადამიანს აქვს მისთვის აღსარება ნათქვამი. ჯერ მარტო ის არის გმირობა, რომ ამდენი ადამიანის გულის წუხილი მოისმინო. ზოგი დაამშვიდო, ზოგი შეაგულიანო, ზოგს რაღაც ასე შემდეგ, ანუ ხლა კარგად გამიგეთ. ჯერ ეს არის აოცარი და გრანდიოზული ღვაწლი და ამდენი ადამიანი აზიარა შესაბამისად, ხო? ამდენ მას აღსარება უთხრა, მათი 99.9% ხო აზიარა ამ პირველ ან მეორე ან მეხუთე მისვლაზე, ხო და რამდენი კიდე ჩვილი ვისაც არ ჭირდება აღსარება, რამდენი პატარა, რამდენი მოხუცი, რამდენი ომში მიმავალი საუნაუცბათებად ან მომაკვდავი მაგალითისათვის, რომელსაც სიკვდილის ასე შემდეგ ალბათ 20,000 ადამიანი ყავს ნაზიარები და ამ ხრივ იგი დედამიწაზე ალბათ პირველია. იქ ერთი ძალიან კაი კაცია მგალობელი ჩვენთან ღმერთმა გაახაროს და რო ვთქვით, რომ აი დედამიწაზე ყველაზე მეტი ადამიანი ნაზიარები ყავს მამა ელიზბარს. რა დედამიწაზე შეიცხადა გამიგე და მე იქ შესაბამისად ძალიან ესეა თბილად რა თქმა უნდა ვთქვით, რომ სხვა დედამიწა არ არსებობს, კარგად გამიგეთ. ალბათ ამ ხრივ დედა ეკლესიაში ეს ადამიანი პირველია და ნეტა იყვეს მართლმადიდებლურ ეკლესიაში კიდევ უფრო მეტი არა მარტო ქართულში, კიდევ უფრო მეტი ადამიანის განმანათლებელი და ნათლია და ასე შემდეგ რამდენი იგი ამბობს ხოლმე, რომ
ეხლა აი მე ბედნიერი ვარ ამითი რომ ჩემი შვილის ნათლიაც არის მესამე შვილის ვაჟის ხო და შესაბამისად როცა მე მაშინ ვთხოვე რომ მოენათლა ჩემი მესამე შვილი მან თქვა რომ მეო რამდენ ნათლობასაც ჩავატარებ ავტომატურად ნათლიაც ხვდებიო მაგრამ მე მაინც ანუ თვითონვე ჩაატარა ნათლია და იქ მაინც ჩემი თხოვნით აი ესე კარგად გამიგეთ რაღაც დონეზე ორჯერ სამჯერ ჩაწერილიც აქვს ჩემს რომ ჩემი შვილის ნათლიათაც წერია ეს ადამიანი ხო და რამდენი ნათლობა აქვს ჩატარებული რამდენი ჯვრისწერა აქვს ჩატარებული რა ღონისძიებები აქვს ჩატარებული და რა სიხსენებს იცით რომ როცა გახდა იგი მღვდელი 1991 წელს უწმინდესმა მოგეხსენებათ ახლა 51 მღვდელი იყო მეთქი იმ პერიოდში საქართველოში 51 ხო და ანუ მანამდე ცოცხალი შესაბამისად და მოღვაწე მღვდელი 1991 წელს სიტყვაზე იყო 40 ადამიანი 40 მღვდელი მთელ საქართველოში დღეს არის 3000 სისასულიერო პირი და აი მე ვამაყობ მიხარია აი ამ რიცხვით თუმცა კარგად გამიგეთ ახლა გადავუხვევ რომ მარტო დავითგარეჯში იყო 6000 იმ აუბედით დღეს თუ ბედნიერ დღეს როცა მათ თავები მოკვეთეს გეცოდინებათ ხო და ბრწყინვალე სამშაბათი იყო ხო და მარტო დავითგარეჯში იყო 6000 ადამიანი და წინა გადაცემებში ვსაუბრობდი ამ თემაზე რომ მარტო ატენის ხეობაში 61 ატენ მდინარე ტანასაუსში 61 ეკლესია დავითვალეთ და 61 ეკლესიაში 61 მღვდელი ხო იქნებოდა ბედნიერ ეპოქებში მაგალითად სიტყვაზე გიორგი ბრწყინვალესას და თამარ მეფისას და დავით აღმაშენებლისას და ასე შემდეგ და მარტო ერთ ხეობაში 61 ეკლესია იყო და მაშინ რა რაოდენობის სასულიერო პირი იქნებოდა საქართველოში ხო წარმოგიდგენიათ ჩვენი ერისთვის ჩვენი ხალხისთვის და დედამიწისთვის მლოცველი რაზედაც დგას სამყაროც და ალბათ ყველაზე თვალხილულად საქართველო ხო ზოგი რა ღვაწლშია ხო და მამა ელიზბარს უთხრა თურმე 1991 წელს უწმინდესმა რომ ეხლა შენო ყველა დღე უნდა წირო რა ყველა დღეო რა და ქაშვეთში იქნა იგი გამწესებული მოგეხსენებათ მაშინ ძალიან დიდი მოღვაწე იყო წინამძღვარი ქაშვეთისა მამა სოგრატე ჭულუხაძე დიდი მოღვაწე პოეტი მწერალი მოაზროვნე მწიგნობარი მებრძოლი ადამიანი ეროვნული ღმერთმა აცხონოს მისი უკვდავი სული ხო და ინვალიდი კაცი იყო დაზიანებული ქონდა მარჯვენა ხელი მოგეხსენებათ და კვირაში ერთხელ წირავდა ხოლმე იგი ქაშვეთში კვირაობით ხო და დანარჩენი დღეები ხან ქაშვეთში წირავდა მამა ელიზბარი და ხან აგზავნიდა მას უწმინდესი სხვადასხვა ეკლესიებში, რეგიონებში და ასე შემდეგ, აი სადაც მაგალითად ვიღაცა შეუთვლიდა საპატრიარქოს, რომ გთხოვთ აი ჩვენ სოფელში ესეთი და ესეთი ეკლესია ძირძველი და შემდეგ და იქნებოდა და აი მიდიოდა მამა ელიზბარი ხან 5 კაცი მხვდებოდა, 4 კაცი მხვდებოდაო, ხან 20 კაცი მხვდებოდაო და ჩემი მანქანითო მარტო მივდიოდიო მე დავითნეც მე ვიყავიო, დიაკვანიც მე ვიყავიო, მღვდელიც მე ვიყავიო, კანდელაკიც მე ვიყავიო და ეკლესიის გამღები და დამკვეთი მხვდებოდა მარტო იქო, მეტი არავინო, შესაბამისად ვისაც რამე შეეძლო დამხმარებოდაო და აი მაგალითად ერთხელო წავედიო ღოუბანი არის სოფელი, აი ერტისა ღოუბანი, თეთრიწყაროს რაიონში ესეთი დღეს არ არის გზა, ნუ დღეს არის გზები ცხადია, მაგრამ სად იყო მაშინ გზები 80-იან წლებში შესაბამისად და უკანო რო ბრუნდებოდიო, უკვე საღამოვდებოდაო და ეს მანქანა გადამისრიალდაო, გზიდან გადამისრიალდაო 80-იანი წლების შუა წლებია, ხო და გადავარდაო გვერდზე არსებულ თხრილშიო და გავიდა 1 საათი, გავიდა საათნახევარი, არავინ არ გამოიარაო, რომ დამხმარებოდაო რა, წარმოგიდგენიათ და
მარტო ესე ნელა ქვა დავუდე, მე მეორე ქვა დავუდე და ესე ძლივს ამოვაწრიალე მანქანა და იმას კი არ ვდარდობდიო, რომ მე რამე მომივიდოდაო, რომ აი გამოვლელს არ ეთქვაო, რომ აი მამაო არის და რატო გადავარდა გზიდან და ასე შემდეგ მართლაც იმ პერიოდშიო არანაირი ის არ ეთქვათო, რომ აი მამაო ან მთვრალი იყო ან რაღაცა გაუგებრობა იყო, აი მაგას ღელავდიო, რომ დედა ეკლესიასო და ჩემ გამომგზავნსო, აქო რამე პატარა არ შეხებოდაო ხინჯიო. აი ესეთი ღვაწლის კაცია და რამდენი ეკლესიის აღშენებელი, თქვენ ახლა ყველას გეხსომებათ, რომ არ იყო ესეთი შესასვლელი რუსთაველის გამზირის მხრიდან ქაშუეთში, არც ეს პატარა მოწყობილი რო არის იქ პლატფორმასავით, სადაც კამებია და წყლის პატარა შადრევანია, ეგრე არ იყო მოწყობილი და ესეთი მტრიანი ანაფორით დადიოდა ხოლმე მამა ელიზბარი და თვითონ მუშებს ეხმარებოდა თვითონ იყო ხოლმე მუშა, თვითონ იყო ხოლმე სამუშაოთა მწარმოებელი, თქვენ რო კარგად მიხვდეთ, ვიტყვი რომ პრარაბი ზოგიერთის გასაგონად, ხო და შესაბამისად აი თვითონ მუშაობდა, ფიზიკურად მუშაობდა, რამდენჯერ მინახავს ერთხელ შევესწარი საოცარ სცენას, რომ ორი ადამიანი იყო შემოსული, მგონი შემთხვევითი ადამიანები რა, იმიტომ რომ რომლებმაც დაინახეს, რომ მამაო ზიდავდა ფილებს, აი ქვის ფილებს და შემოვიდნენ ორნი, აშკარად შემოვიდნენ, იმიტომ რომ არ იყვნენ მამაოს მრევლი და მამაო ეუბნეოდა, რომ ეხლა თქვენო დაეხმარნენ ამ ფილების გადაზიდვაში, აი წარმოიდგინეთ, აი ჯორჯაძის ქუჩიდან რო შეეტანათ სამრეკლო დგას, ეხლა მოგეხსენებათ ეკლესიის ქვედა შესასვლელიდან მარჯვენა მხარეს და ამ ფილების შემოტანაში დაეხმარა ორი ადამიანი და მამაო მუთხრა, რომ როგორცო აი სრულად აღმშენებელიო, აი ამ სამრეკლოსიო, თქვენცო აი ეს რო იშრომეთო ეხლა და რო დამეხმარეთო ამის შემოზიდვაშიო, თქვენც აღმშენებლები ხართო, იქ სახელი კითხა ერთსაც, მეორესაც, აი გეგონება გუშინ იყო და თქვენც აღმშენებლები ხართო და შეიძლება უფრო მეტი აღმშენებლები ხართო, თუ გულითო და ჯიგრითო და უანგაროთ გააკეთეთო და გააკეთებთო ამასო. აი იქ სამრეკლო დგას, მოგეხსენებათ და უამრავ ვიდეოშიც გამოჩნდება, რომ ქაშუეთის ასე ვთქვათ, ჩრდილოეთი მხარე ეზოსი იყო დასახლებული ბარაკებით, ასე ვთქვათ, ხო და ერთხელ მე სკოლაში ვსწავლობდი მაშინ და მამაოსთან ვარ, ალბათ მე-10 კლასელი 86-ში სიტყვაზე, 85-ში, 87-ში, ხო და საუბრობთ მამაოს ვესაუბრები გარეთ ტერიტორიაზე და ამ დროს ვიღაცამ გააღო კარები ეკლესიის ეზოში რო ცხოვრობდა. მოგეხსენებათ, ეხლა იქ ცხოვრობდა და ის საკუთრება იყო მისი და საკუთრებად თვლიდა ყველაფერს და ესეთი კარგად გამიგეთ, სათლით გამოიტანა წყალი და გადაასხა ეზოში რა. ალბათ რა თქმა უნდა ნახმარი წყალი, სახლის წყალი გარეთ ესე დაასხა და ოხ ნეტავ ოდესმე თუ ვნახავო მამა ელიზბარმა ჩაილაპარაკა, რომ აქ ეკლესიის ეზოშიო სიწმინდე იქნებაო და ბაღი იქნებაო და ეს მაცხოვრებლებიო აქ აღარ იქნებიანო და კარგად გამიგეთ რამდენი ხანია უკვე ზოგს აღარც ახსოვს რა და მამაო მალევე მოესწრო ამას, რომ დაკმაყოფილებულ, განსახლებულ იქნენ ეს ადამიანები, ალბათ გაცილებით უკეთეს პირობებში, ეჭვი არ მეპარება გაცილებით უკეთეს პერიოდებში და ეხლა იმ ადგილას სამრეკლოა, აიაზმა, ეზოა, საფუტკრეა, სამრევლო სკოლა, დიდებული სამრევლო სკოლა, სადაც არის 5-6 ჯგუფი სასწავლო, ეს იქნება ხატწერა, ეს იქნება გალობა, ეს იქნება თექა, სხვადასხვა მიმართულების, ეს იქნება კატეხიზმოს სწავლება, ასე შემდეგ. აი ესე ჩვენ თვალწინ აღორძინდა და აი მამა ელიზბარის ღვაწლი დღესაც მე ძალიან მინდა გთხოვოთ, რომ ერთხელ მაინც მოვძანდეთ და ერთხელ მაინც დადგეთ ამ ადამიანის წირვაზე. თუ ჩემი გაცნობა გინდათ, ეხლა მე რა ფაქტორი ვარ იმასთან შედარებით, რომ მამა ელიზბარს ნახავთ და დაუმეგობრდებით, გაიცნობთ, ასე შემდეგ და თუ ჩემი ნახვა გინდათ, იგი წირავს ხოლმე დღესაც კი.
აი 70 წელს მიტანებული ადამიანია, ვინც იცის ახლა მოგეხსენებათ მისი 1-2 ავადობა, რომელიც გადაიტანა 10 წლის წინ, 7 წლის წინ და ამ წინებზეც რაღაცა შეუძლოდ გახდა, მაგრამ ყველაფერი კარგად არის. და თუ გნებავთ მისი გაცნობა და სიტყვაზე ჩემთან შეხვედრა, იმე რამე ბროშურას წამოგიღებთ, ან რომელიმე წიგნს გაჩუქებთ სიხარულით თუ მობრძანდებით, იგი დღესაც კი წირავს ხოლმე კაშუეთში კვირაში 4 წირვას. 4 წირვაზე დგას მამა ელიზბარი და ყოველთვის ამბობს, რომ მეო თუ რამე მაცოცხლებსო და მეო თუ რამე მასაზრდოვებსო და მე თუ რამეზე ვდგევარო და მე თუ ეს წინააღმდეგობები და ბრძოლები გადავიტანეო, ეს არის ესეთი ხშირი წირვა და ხშირი ზიარებაო. ეხლა წარმოგიდგენიათ, იცით ეხლა თქვენ ეს ყველა ნიუანსი, რომ როგორც იგი წირვის ჩატარების წინ შემდგომ ასე შემდეგ, როგორც ჩვენ ვეზიარებით ღვთისწყალობით საკუნებლად სულისა და ხორცსა და სადიდებლად უფლისა, იგი ეზიარება მამაო და ესეთი კვირაში ძალიან ბევრჯერ, აი ახლა მაგალითად გასულ კვირაში 3 წირვაზე იდგა, იმის წინ 4 წირვაზე იდგა კვირის განმავლობაში. თუ რაღაც ბედნიერი დღეა მაგალითისათვის დაემთხვევადო, ეს არ იქნება ორშაბათი, ხუთშაბათი, შაბათი და კვირა და დაემთხვა მაგალითისათვის ან სამშაბათს, 4 შაბათს, პარასკევს, ხან 5 წირვა გამოუდის შესაბამისად, რა თქმა უნდა, იქ ხანდახან თანამწირველებიც არიან, მაგრამ ძირითადად და უხშირესად იგი მარტო წირავს, ან მთავარია ხოლმე და ყველაზე დიდი მრევლის მქონე ადამიანია, საოცარი მოღვაწეა, მამა ელიზბარი ოდიშვილი. ჩვენი ეპოქის გმირია. მე ახლა ხო ვიცი როგორი უნდა იყოს ერთგულება. ხო ვიცი როგორი უნდა იყოს თანადგომა. ხო ვიცი როგორი უნდა იყოს წესიერება. ზოგადად ლაპარაკობ. მე უფრო ერთგული ადამიანი, უწმინდესისა, პატრიარქისა, დედა ეკლესიისა და იმ წესებისა, რაც დუშეთიდან არის იგი წარმოშობით და მთისკაცია. მთისკაცია და ერისკაცია და ქალაქის კაცია, დედა ეკლესიის კაცია, ყველანაირად დიდი კაცია და ხო არის რაღაცა წესები იქ მთაშია წესები, ოჯახშია წესები, ასე შემდეგ და ესეთი წესების ერთგული ადამიანი მე ცხოვრებაში არ მინახავს და ცხადია ახლა დედა ეკლესიის დოგმების ერთგული როა და ღვთისმეტყველების ერთგული როა, ამას ხო წყალი არ გაუვა, ესეთი არის მამა ელიზბარი ოდიშვილი. ახლა მოკრძალებით მე ამისი თქმა ალბათ სხვაგან არ შემილია, არც ვისთან ვთქვა ეს თხოვნა და ვისაც მიგიწვდებათ, კარგად გამიგეთ. სადმე გნებავთ მთავრობაში, გნებავთ დედა ეკლესიის მაღალ იერარქიებთან სიტყვა. მე ვფიქრობ, რომ ეს ადამიანი დაჯილდოვებული უნდა იყოს. აი დაჯილდო ხო არის რაღაცა, გინდა სახელმწიფო ორდენები, გინდა საეკლესიო ჯილდოები, ეს ადამიანი აუცილებლად უნდა იყოს დაფასებული ცხოვრებაში ერთხელ, ორჯერ, სამჯერ და დაჯილდოებული. განსაკუთრებით აღსანიშნავია მისი ღვაწლი 9 აპრილამდე და 9 აპრილის შემდგომ პერიოდში, როგორც ხები მოიწამლენ, ეს ადამიანიც მოიწამლა, იქ იყო, იმ ღამეს იქ იყო, თავისი ხელით დაჭრილები, დაჩეხილები, დასისხლიანებულები, მოწამლულები, თავისი ხელით, იცით რამდენი ადამიანი შეატრია ეკლესიაში. თავისი ხელით მოუვარა. მე ზოგს რო ეს დახეული და დასისხლიანებული ტანსაცმელი იყო, ტანსაცმელები უპოვა, დააპურა, მოწმინდა სისხლი ადამიანები მოიწვია მათ დასახმარებლად და ასე შემდეგ. აი ესეთი მოგეხსენებათ თუ ეპიცენტრში ახლა რაც ქაშუეთს უნახავს, ახლა პირდაპირ გაგებით რა ახლა რუსთაველის გამზირი როგორი ეპიცენტრია მოვლენებისა საქართველოსთვის, ყველაფერი ცხადია და გასაგებია და აი გვეწვიეთ ქაშუეთის ტაძარში მამა ელიზბარის გასაცნობად, მამა ელიზბართან სასაუბროდ გვეწვიეთ. მე მინდა მესამე ადამიანი, ძალიან დიდი ადამიანი ვახსენო ახლა. კიდე ერთხელ ვიმეორებ, მე ისინიც მიყვარან, ვინც ცდილობს, რომ დედა ეკლესიაში იპოვნოს
ხინჯი, რაღაც წინააღმდეგობა, მინუსი და ასე შემდეგ და აი სამღვდელოებაზე რაღაც უარყოფითები ილაპარაკოს, მაგრამ ღვთის წყალობა მაქვს, რომ აი 50-მდე ღვთელს ვიცნობ რა, 50-მდე სასულიერო პირს ვიცნობ და ნუ თუ ეხლა ისეთი ან ბრმა ვარ, ან რაღაცა არ ვიცი, ან რაღაცა ისეთი ოროსანი ვარ და რომ ვერ დავინახო მათში მანკიერებები და მე ან თითქმის არ მინახავს მათში მანკიერებები, ან არ მინახავს ისეთი, ესენი ხო გამორჩეული ადამიანები არიან ზოგადად. საზოგადოებისა, ეხლა მასწავლებლებს, პედაგოგებს ჯობნიან, ლექტორებს ჯობნიან, ტაქსის მძღოლებს ჯობნიან, კბილის ექიმებს ჯობნიან, პოლიციელებს ჯობნიან, პოლიტიკოსებს ხო ჯობნიან და ჯობნიან. კიდე რა საზოგადოება, რომელი სოციალური ზეინკლებს ჯობნიან, მანქანის ხელოსნებს ჯობნიან, გლეხებს ჯობნიან, მით უმეტეს დღევანდელ გლეხებს, რომელთაც დედა ეკლესიის მსახურები თავისი მხრივ ჯობნიან საეკლესიო მამულების მოვლაში და ასე შემდეგ. დედა ეკლესიის დღევანდელი დასი, სასულიერო დასი არის საუკეთესო საზოგადოება, მე ესე ვფიქრობ და უბედნიერესი ვარ და დიდი მადლობა ამისთვის. მე უფეებს რომ ესეთი შერჩევა აქვს და უწმინდეს რომ ესეთი შერჩევა აქვს. ეს არის და ესეთი ადამიანი არის ერთ-ერთი საოცარი ადამიანი, აი ჩემი აღმოჩენა რა. და ერისა ამაყოშვილი, უკვე დეკანოზი მამა ბასილი ფოსური. მამა ბასილი ფოსური ახალგაზრდა მღვდელია. ახალგაზრდა ოჯახის მამა, 4 შვილის მამა. ამ 10 წლის წინ მსახურობდა კასპის რაიონში არის სოფელი დოესი. სახელოვანი სოფელია, ძალიან სახელოვანი სოფელია. იქიდან იყო, აი წეღა რო ვახსენე, ეფრემ მეორე წარმომავლობით, წარმოშობით, ხო და იქ იყო მღვდლად და გადმოვიდა გორში, გორის ეპარქიაში და აშენდა ტაძარი სადგურის უბანში. გორში არის სადგურის უბანი. გორის ძირითადი ნაწილი არის მტკვრის მარცხენა სანაპიროზე და რა 1/5 შეიძლება 1/10 შეიძლება ითქვას არის მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე, გაღმას ეძახიან გორის ცენტრალური ნაწილის მცხოვრები ამ უბანს, ქვაშავიჭალას ეძახიან ერთ-ერთ უბანს და ასე შემდეგ და კიდე საქარხნო უბანს ეძახიან, იმიტომ რომ აქ იყო ადრე სპარსაზღენთი ქარხანა იყო სსრკ-ის დროს და ამ უბანში აშენდა ფერიცვალების სახელობის დიდებული ულამაზესი ტაძარი და ამ ტაძრის წინამძღვარი გახდა რო გადმოვიდა მამა ბასილი ფოსური, მშენებარე იყო ეს ეკლესია. და მე ამ უბანში ძალიან ბევრ ადამიანს ვიცნობ, რა მოხარული ვარ მათთან მეგობრობით, მაგრამ ცალკე არ ეწყინებათ ფაქტს ვამბობ და ცალკე რატო უნდა ეწყინოთ? ალბათ ამ უბანში აი ახლა 10-15 წლის წინ ეკლესიური იყო ალბათ 10 ადამიანი რა. და სასწაული მოახდინა, ხილული სასწაული მოახდინა მამა ბასილი ფოსურმა, რომ ალბათ აი თქვენ თონში ამოწმეთ რა 50% იქ არსებული ოჯახებისა მრევლია. შეიძლება მეტი 60%. მოზარდები ეს არის სკოლის მოწაფეები, მოდით ესე ვთქვათ. პირველიდან მე-10 კლასამდე ალბათ 70%-ია მრევლი. უნდა ნახოთ მისი წირვა ესეთი დიდებული გარემოა, საოცარი გარემოა. ამ ადამიანმა შექმნა სამრევლო სკოლა. სამრევლო სკოლა შექმნა და რამდენიმე მიმართულება არის იქ არა მარტო საუბრები და კატეხიზმი, არამედ რაღაცა სახელობოებიც არის. ყველა აბსოლუტურად უფასო ცხადია, ეს არც უნდა მეთქვა, რომ უფასო იყო ცხადია, ხო და ნებისმიერ ახალგაზრდას მოზარდს ეპატიჟება იქა. იხარჯება ბოლომდე ეს ადამიანი და უნდა ნახოთ, რომ შეხვედრები, საუბრები, გაკვეთილები რო ტარდება 140, 150, 160 ბავშვია ხოლმე მის ლექციაზე. ეს არის საოცარი სიყვარული, ეს აი უნდა ნახო, აი როგორი არის ქრისტიანული გარემო მოზარდებში, ადამიანებში, უნდა ადამიანი ჩავიდეს გორის რაიონის სადგურის უბანში არსებულ ეკლესიაში და ნახოს რა.
რა სიხარული აქვს, რა სიყვარული აქვს ადამიანებს, რა დახვეწილობა, რა კულტურა, რა თავაზიანობა, რა ნათელი სახეებია და ამისი ყველაფრის შემომქმედი არის მამა ბასილი ფოსური. დიდებისთვისაც ხო ატარებს სამრევლო სკოლის გაკვეთილებს. მოზარდებისთვისაც ხო ატარებს. ასევე ამ ეკლესიაში ხო არის წინამძღვარი და მღვდელი. ასევე სოფელი ქერე არის, მავთულხლართისპირა სოფელია. ფლევია და ფლავისმანი. იქაც კვირაში 4-5 წირვაზე დგას. მე უთხარი, არა, სხვაებიც არიანო, კაცო, მარტო მე არა ვარო, რომ უთხარი ეს გასაოცრად, როგორი შესაძლებელია 5 საღამოს ლოცვა და 5 წირვა კვირის განმავლობაში და კიდე გაკვეთილები და ეხლა ამ მომენტში ეკლესიის მიმდებარედ დარბაზი შენდება. ძალიან გაგთხოვთ, დაეხმარეთ აი ამ შენებლობას. ეს დარბაზი, სპორტ დარბაზიც იქნება და სააქტო დარბაზიც იქნება და კულტურის სახლიც იქნება და სპორტის სასახლეც იქნება ეს დარბაზი და მამამ თქვა რომ აი ბავშვი რო შემოვაო აქო სანამ ფეხბურთს, კალათბურთს უფასოდ, უანგაროდ ითამაშებსო, ცხადია, ყველაფერი უფასო იქნება ამ დარბაზში და გაკვეთილი ერთი სანთელი რო დაანთოსო და ერთი პირჯვარი რო გადაიწეროს, უკვე რამხელა ძალაა, რამხელა მადლია, რამხელა მატება არისო და ეკლესიის გვერდზე იქნება ეს სპორტ დარბაზი. სკოლა ხო ააშენა. აი კიდე ერთი ადამიანი, ვინც ტალახიანი ანაფორით არის ხოლმე, კვირაში ალბათ 3 დღე რა. აი ადამიანი, რომელიც ხან ჯვარი უჭირავს და საცეცხლური ხელში და ხან ნიჩაბი და ურიკა უჭირავს ხელში. ესეთი საოცარი ღვაწლის მქონე და იცით რაშია საქმე? სულ 5% იყოს. სულ 5% იყოს ესეთი ადამიანი. მე ვამბობ რომ გრანდიოზული პროცენტია ესეთი ადამიანებისა. გრანდიოზული პროცენტი, ვისაც რა შეუულია, ვისაც რა შესაძლებლობა აქვს და სულ 5%, 10% იყოს ესეთი ადამიანი დედა ეკლესიაში მსახურად. უკვე აღარანაირი უფლება არა აქვს ადამიანს რომ ღვთლებზე უარები აუგი ილაპარაკოს რა. რომ ნახავს ესეთ ადამიანს და ესეთი ადამიანი რომ იმ საძმოშია. ხო ხვდებით რის თქმა მინდა, იმ საძმოშია. ეხლა მეუფე ანდრიას ღვაწლზე ატენის მთელი გორის რაიონისა და ატენის ხეობის წინაშე ცალკეა აღსანიშნავი და მე იმდენად არ ვიცნობ ამ ადამიანის ღვაწლს, ვიცი, როგორ არ ვიცი, ძალიან მრავალ მხრივ ვიცი, მაგრამ მაინც უფრო უკვე სხვა გაცილებით უფრო ჩახედულმა ადამიანმა უნდა ისაუბროს. ხო და ეს მამა ბასილი ფოსური, როგორც მოგახსენეთ, 4 ეკლესიის მღვდელია, 4 განწირავს, 4 შვილის მამაა, დამთავრებული აქვს სასულიერო სემინარია. ძალიან მარტივად იძებნება ინტერნეტში მისი ქადაგებები, საოცარი ქადაგებელია. სულიწმინდის ნიჭი როგორ გადმოდის ადამიანს და როგორ ეხმარება და როგორ აძლევს ძალას, აი ტიპიური მაგალითია მამა ბასილი ფოსური. ძალიან გაგთხოვთ, კიდევ ერთხელ გეუბნებით ეს ახალგაზრდა კაცია. ეს ეკლესია ძალიან ახალია ამ უბანში. მარგალიტია შეიძლება ითქვას ამ ეპარქიისა ეს ეკლესია, ერთ-ერთი მარგალიტი ცხადია. დიდი მშენებლობა მიმდინარეობს იქა. ყველას მიგვესვლება, ყველას შეგვიძლია ჩავიდეთ. ხარში ამოვუდგეთ ერთ წირვას დავესწროთ. გავესაუბროთ და ასე შემდეგ. ესეც ძალიან დიდი ღვაწლი იქნება ჩვენგან, როგორც ქვრივის 2 პესეტა. ქვრივის 2 ლეპტა, დიდი ბოდიშით ეს ბიბლიური ამბავია. ნებისმიერი თანადგომა წაადგება. მე ახლა აი ამ საუბრისას კიდე უამრავი შესაბამისად სასულიერო პირი გამახსენდა. იგივე ჩვენი ხეობის, ატენის ხეობაზე საუბრობდი წინა გადაცემებში და იქაც კონკრეტულად არ ვიტყვი ადამიანების სახელებს და ატენის ხეობა არის ძალიან მცირე მიწიანი ხეობა.
და ყველაფერი ძალიან დიდებულად მოდის, აბსოლუტურად ეს იქნება კურკოვანი, ეს იქნება ვაზი, ეს იქნება მებოსტნეობა, ყველაფერი დიდებულად ხარობს, შეიძლება ითქვას და მე ძალიან მიყვარს ჩემი სოფელი და ჩემი სოფლელები ძალიან მიყვარან და დაახლოებით ერთი 20 წლის წინ, არა მეტი უკვე 25 წლის წინ დაფუძნდა ატენის ხეობაში დედათა მონასტერი. ეხლა დედათა მონასტერი შეინო, ეხლა იქ იყო ორბელიანების სასახლე იყო მე საბჭოთა კავშირის ეპოქაში და მანამდეც იმპერიის ეპოქაში სხვათა შორის იყო სკოლა, წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მიერ დაფუძნებული სკოლა იყო ხოლმე სოფელ ატენში, დიდ ატენის უბანში და დღეს იქ არის მონასტერი, დედათა მონასტერი და აი სოფლის თვალწინ ატენელები მშრომელი ხალხია, მოღვაწე ხალხია, ისტორიულად რაზეა საუბარი და მადლიანი მიწა გეთანხმებით და დამეთანხმებით ამაში, ხო და მაინც სასწაული გააკეთეს დედებმა, ქალებმა. ზოგი ახალგაზრდა, ზოგი ძველგაზრდა არის იქა და სასწაულები გააკეთეს. აღორძინეს ეს მონასტრის ტერიტორიის გვერდზე, ეწევიან მეფუტკრეობას, ეწევიან მეყვავილეობას, მებოსტნეობას, მეღვინეობას, მგონი რაღაც დონეზე მეცხოველეობას, ასე შემდეგ. ეხლა ახალს არაფერს არ ვამბობ. უამრავგან არის ეს. მე უბრალოდ იმას ვამბობ, სადაც ყოფილი ვარ და სადაც ვიცი, დედა ნინო არის. დიდი მოღვაწე, საოცარი ადამიანი. დიდი მადლობა ღმერთს, რომ ამ ეპოქაში ვართ, ესეთი აღორძინების ეპოქაში ვართ. ჩვენ და ჩვენს თვალწინ მიდის ეს აღმშენებლობა, ეს უდიდესი კვალი რჩება. მოგეხსენებათ აი ქვათაღაღადი რო აქ დიდ სულმნათ ილია მართალს დაწერილი დიდებული მაგალითია იმას, რომ აი ქვები ასაუბრდებიან, ქვები ალაპარაკდებიან, დედამიწა საბანს გადაიხდის და უამრავი არტეფაქტი და უამრავი მასალა და უამრავი ცნობა ამოვა. მოგეხსენებათ და აი ეს ამდენი ტაძარი, ეკლესია, შესაბამისად მონასტერი, ძეგლი, ასე შემდეგ, უკვე იმისი წინაპირობა, რომ რამდენი ათეული, ასეული საუკუნეც არ უნდა გავიდეს, ყველა იტყვის, რომ აქ ცხოვრობდნენ ქრისტიანები, მართლმადიდებლები, ქართველები, კარდუელები, ფუძე ერისა და ფუძე ენის შვილები, გამგრძელებლები და გადამრჩენები. კეთს ვიხრი, ძალიან დიდი მადლობა ყველაფრისათვის, მეგობრობისათვის, მოსმენისათვის. ღმერთმა გადაარჩინოს ქართველი ერი, ქართული სახელმწიფოებრიობა. ძალიან დიდი მადლობა. მე თქვენი მეგობარი ვარ, ნუგზარ ვანიშვილი.